დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდაძე. პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანომ პირველივე დღეს განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. გამკაცრებულ რეგულაციებს, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დაემატოს, მათ შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც ანალოგიური პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. საითმიდის არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ჯამში საქართველოს დღესაც ვისაუბრებთ კიდევ ერთხელ იმაზე, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი შარაშიძე გახსნის დღევანდელ გადაცემას, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერდება, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ისანის სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და გამომშრალი მარიხუანა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის მუქარათაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი გიორგი შარაშიძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გიორგი, გუშინ საგაზაფხულო სესია გაიხსნა, რის ფარგლებშიც პარლამენტმა პირველი პლენარული სხდომა გამართა, ამიტომ თავდაპირველად დავიწყოთ იმის ზოგადი შეფასებით, რაც უშუალოდ გუშინ იხილა საზოგადოებამ პარლამენტმა გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო, ისე როგორც პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების კანონებში შეტანილ ცვლილებებს, ასევე შექმნილია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია. მოკლედ საკმაოდ დატვირთული იყო ამ სეზონზე იმ პარლამენტის პირველი სამუშაო დღე, რომლის წევრი თქვენც ხართ. შეაჯამეთ გუშინდელი დღე კანონები, რომლის მიღებასაც ქართული ოცნება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში აპირებს და მისი ლეგიტიმაციის არცნობიდან მეორე წლის თავზე რა სახე მიიღო მე-11 მოწვევის პარლამენტმა. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ახლა რა სახე მიიღო და კომიკური პირდაპირ ვთქვათ. თქვენ რომ ნახოთ კარგად და დაკვირვებით, ახლა მესმის რომ ძალიან სერიოზულ თემებზეა საუბარი, მაგრამ დაკვირვებით ის კომენტარები, რასაც აკეთებდნენ გუშინ ოცნების დეპუტატები. არ ვიცი, ყველგან შეიძლება გააკეთო ასეთი განცხადებები პარლამენტის გარდა, ხო? დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარის სრულიად უცნაური განცხადებით, რომ თურმე ის მარტო იმ შენობაზე აგებს პასუხს, სადაც სხდომები ტარდება და სხვა დანარჩენ საქართველოში რა ხდება, მას ეს არ ეხება. დამთავრებული იმით, რომ ამხელა ქართული ოცნება ფრაქციის თავმჯდომარე ბატონი კირცხელია შვედეთის ეკონომიკური პრობლემებით და მათი სოციალური სიდუხჭირით არის შეშფოთებული თურმე და დემოკრატიული უხუსვით და კიდევ დამთავრებული იმით, რომ ზოგმა ალუბლის სინონიმი არის ის რა არის და სხვა ხილი არ გაუგია და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან თუ მდგომარეობაშია ოცნება პირდაპირ ვთქვა. ეხლა რაზე არის საუბარი საერთოდ, როდესაც განათლების რეფორმა, რომელიც ეხება ჩვენი მომავალი თაობის 10 წლეულების განმავლობაში, უნდა გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი თაობის ბედი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? დაჩქარებული წესით, როგორ შეიძლება განათლების რეფორმა მის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მთელი პაკეტი დაამტკიცო დაჩქარებული წესით. ანუ ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ არც ერთი ნორმალური საგადმოაზროვნე ადამიანი ვერ გაიგებს იმას, რატომ შეიძლება დაჩქარებული წესით მიიღო ესეთი მნიშვნელოვანი კანონი. ასე რომ დაუბრუნდეთ ახლა, მოდი დავიწყოთ გრანტებით, ხო, თქვენის ნებართვით. ახლა ამაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესია და
ну, უბრალოდ ეს არის ხადრე ვამბობდით, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა ოცნებობი ბატონო. ეხლა ნუ საერთოდ ფაქტობრივად სახელმწიფოს მიღმა არის რაღაცა ტიპის გაერთიანება ოცნების სახით, რომელიც აი ესე თავის ჭკუაზე, რასაც დაავალებენ, რასაც ჩასძახებენ, აი ესე პირდაპირ შეიძლება ის ამოიძახო. ეს არის ერთ-ერთი მათი დანიშნულება. სხვა დანიშნულებად არ აქვს. ეხლა როგორ შეიძლება ამას საერთოდ ნორმალური ახსნა კონდეს და ავტოკრატიისკენ მივდივართ თუ ადრე ვამბობდით, ხო? ავტოკრატიისკენ ვერ მივდივართ, ავტოკრატიაში ვართ უკვე კარგად ჩაფლულები, მოდი ასე ვთქვათ. დიქტატურამდეც ერთი ნაბიჯი გვაქვს მგონი დარჩენილი. ქართული პროგრამაში იმის გამო, რომ რუსთაველზე გამართულ დებატებზე ვარით თქვით, დებატებში მონაწილეობაზე ვარით თქვით თქვენი პარტიის წარმომადგენლობა, თუმცა ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით იქამდე გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები ახსენეთ თქვენც და მეც და მინდა რომ ამ საკითხზე ჩაგეკითხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტის წარდგენისას უმრავლესობის უბრალოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ და პოზიციის დაფიქსირებისკენ სხვებსაც. აი რა შედეგი შეიძლება მოხდეს ქართული ოცნების მცდელობას, ეს მინდა გკითხოთ, ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება, აი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევი გახადოს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად უზრუნველყოფს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას, როგორც ამას აი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს. მე სხვათა შორის სუვერენიტეტზე გუშინაც შევეპასუხე ბატონ გორდულაძეს, როდესაც უთხარი, რომ ის როდესაც საუბრობს ზოგადად ოცნებას სუვერენიტეტზე, ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ ადარდებთ მათ, საკუთარი სუვერენიტეტი ადარდებთ, ანუ პარტიის სუვერენიტეტი, რომ თავის ჭკუაზე სუვერენულად და დამოუკიდებლად, როგორც მათ უყვართ ხოლმე საუბარი, გააგრძელონ ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება და ამ ქვეყნის დაღუპვა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხოლმე მხოლოდ საკუთარი ინტერესების შენარჩუნება და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ეს როდესაც სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ და რაც შეეხება ამ კანონებს, როდესაც ეს საერთოდ როგორ არის, იცით, ლელა, გეუბნებით, ანუ სახელმწიფოს მიღმა ეს უკვე, ეს სახელმწიფოს აღქმა ზოგადად არ აქვს. ეს ერთი ვარიანტია, რომ არ აქვს. უბრალოდ ვერ ხვდებიან საერთოდ სახელმწიფო რა არის. ერთი, ან მეორე ხვდებიან და შეიძლება იყოს ასეთი ჯგუფიც, რომ ვინც ხვდება ამას, მაგრამ იმდენად დიდი მათ შორის ფინანსური ინტერესები აქვთ, პირადი კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ უბრალოდ ამაზე თვალს ხუჭავენ. აი ეს არის ძალიან სავალალო ყოფა, რაშიც დღეს სამწუხაროდ ოცნების პირობებში არის. ბატონო გიორგი, მაყურებლებს მინდა უთხრათ, რომ ამ საკითხზე საუბრისას გერმანიის მაგალითი მოიყვანა უშინ უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა და არჩილ გორდულაძეც დაეთანხმა, რომ სავსებით შეიძლება გერმანიის როგორც ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყნის მაგალითის და გამოცდილების გაზიარება მოხდეს. ახლა რადგან გერმანიას ახსენებენ ისე როგორც თავის დროზე ამერიკულ ფარას, აი ხომ არ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რა რეგულაციები მოქმედებს გერმანიაში, როცა მაგალითად პარტია მოძრაობა თუ ეს იქნება კერძო პირი არ ცნობს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. აი რამდენად რეალურად შემოდის იმ ტიპის პასუხისმგებლობა, რაზეც ქართული ოცნება სხვათა შორის გუშინ ახლა ფარა თქვენს ახსენეთ და იგივე გორდულაძესთან ასე ვთქვათ, ამ ჩვენი დებატის დროს, ხომ? პირდაპირ უთხარი, რომ როცა გინდათ, როცა უნდათ მათ არ მოწონთ გერმანია და არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორ აკრიტიკებენ და ლაძღავენ ევროპას ზოგადად და მათ შორის კონკრეტულად გერმანიასაც, ახლა გერმანიის ელჩის მიმართ რა თავდასხმების ავტორები არიან, მე მგონი თქვენ ჩემზე კარგად გახსოვთ, ზეპირად გემახსოვრებოდ, ყველა ის სრულიად უტიფარი და პირდაპირად გიგითხათ არაეთიკური განცხადებები, რასაც ისინი გერმანიის ელჩის მისამართი აკეთებენ და ახლა მე შევახსენო აქედან ამ ხელა ხალხს, რომ რა განცხადებასაც ელჩის მიმართ აკეთებ, ეს ამავე ფაქტობრივად ნიშნავს იმ ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებულ განცხადებას. ხომ, იმიტომ სხვათა შორის თავად გერმანიის მთავრობა გახდა იძულებული თავად ოფიციალური განცხადება გაერთიანებინებასთან დაკავშირებით დიდი ბოდიში ჩვენ ელჩს რო ლანძღავთ, იცოდეთ რომ ეს ჩვენს ლანძღავს ნიშნავს, ხო და ეხლა როცა უნდათ ეს გერმანია არ მოსწონთ და რაშიც უნდათ იმის მაგალითი მოყავთ, მაგრამ მე იმის დასასაბუთებლად რომ თითქოს რაღაცა კეთილშობილურ ინიციატივებს ხებულობენ. ანუ ლელა რაც არ უნდა იყოს, ახლა არ ვიცნობ, მართლა გითხრათ ესე დეტალურად, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება შეედარო საქართველოს ვითარება შეედარო ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანას. წარმოუდგენელია, ფარას შემთხვევაშიც ეს მაგალითი უთხარი. თქვენ რომ მართლაც სიტყვით გადმოგეთარგმნათ მეთქი ეს კანონი, ამერიკული კანონი, მართლაც ესე გააკეთეს მგონი. საქართველოში სადაც სასამართლო არ არსებობს
და სასამართლო უნდა რომ მივა საქმე ამ ფარას კანონიდან გამომდინარე ადამიანის სიმართლეს ვერ იპოვის და ეს სასამართლო ყოველთვის იქნება პოლიტიკურად მეკრძოებული და აუცილებლად მიიღებს გამომტყუნებელ განაჩენს პოლიტიკური ოცნების პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის და არ მიიღებს გამომტყუნებელ განაჩენს მათი მხარდაჭერისთვის თუ ეს მოხდა თუ ამის საჭიროება გახდა ეს არის აქ მთავარი პრობლემა რა მნიშვნელობა აქვს გერმანიის საუკეთესო გამოცდილების გადმოღებას და ამერიკის საუკეთესო გამოცდილების გადმოღებას ეს რომც იყოს კეთილშობილური მიზნებიც რომ გქონდეთ მათ აი ოცნებას ამ კონკრეტულად დაუშვათ ხო ეს სასწაული დაუშვათ მაინც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამიტომ ეს შედარებები ეს ყველაფერი არის ფარსი ეს ყველაფერი არის პროპაგანდა რომ რაღაცა ნაწილში მოსახლეობას ეს თვალე აუხვიონ ასე ვთქვათ იმ რეალობაზე რაც არის და რეალობა არის შემდეგი ვასრულებ ამაზე საუბარს რეალობა არის შემდეგი რომ იმდენად ბუნდოვანია ეს კანონები ჩანაწერები იმდენად დიდ სივრცეს ტოვებს გაუგებარი ინტერპრეტაციისთვის რომელიც ყოველთვის შეუძლიათ მათ მოირგონ ისე როგორც აწყობთ ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ რა თქმა უნდა აი ამ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტის მთავარი დანიშნულება არის კონტროლი და კიდევ ერთხელ კონტროლი საზოგადოებრივ აზრზე, განსხვავებულ აზრზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს ეს კანონი დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული ნებისმიერ მოქალაქემდე, რომელიც შეიძლება უბრალოდ თავის საკუთარი პროფესიული ნიშნით ურთიერთობდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ქართულ პოზიციაც მინდა გავაცნო მაყურებლებს, რაც ისმის სწორედ აი ამ მწვავე კრიტიკის საპასუხოდ ქართულ ოცნებაში გვესმის განცხადებები, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მაგალითად მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში და იგულისხმება EUTHO-ს შესაბამისი 24 წევრი ქვეყანა და თქვენც აღნიშნეთ სხვა შორის და კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებლებს რომ აი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კერცხალიამ იქით ისაუბრა მაგალითად შვედეთში გაზრდილი კრიმინალის პრობლემაზე და ამასთან დაკავშირებით გამოთქვა შეშფოთება ისე როგორც აღმოჩნდა რომ ქართულ ოცნებას აღელვებს ეკონომიკური სტაგნაციაც ასევე ამავე ქვეყანაში შვედეთში და თურმე შვედებს ხანგრძლივი ლოდინიც უწევთ მკურნალობის მიღების პროცესში და ამაზე ძლავენ ქართულ ოცნებაში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა გითხოთ რა ეშველება ამ მდგომარეობას. აი რამ შეიძლება ქართულ ოცნებას შეაცვლევინოს რიტორიკა და პრობლემა დაიხოს. ელა ნახეთ, პირველში შვედეთის თემა რომ ამოწურთ, ხა რატომ მაინდა-მაინც შვედეთი? ხო თავისთავად ხო აბსურდულია ახლა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდიოდა და შვედეთის პრობლემებზე საუბრობდეს, ეს ცალკე აბსურდია. მაგრამ რატომ? გუშინ ხო გავრცელდა საღამოს განცხადება. დიახ. რომ რეალურად იქ აქვს რუსეთს რუსეთის მოქალაქეებს აქვს პრობლემა. კრემლის ასე ვთქვათ ოფიციალური პირის სახაროვას განცხადებას გულისხმობ შვედეთში და ეს პირდაპირ ფაქტობრივად კირცხალიამ ზუსტად გაიმეორა და რეალურად რო წაიკითხოთ ეს ორი განცხადება ვერ მიხვდებით კირცხალიასი რომელია და ზახაროვასი რომელია. ანუ ეს ერთი დიდი უბედურება, ანუ კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ფაქტობრივად ოცნების პროპაგანდა ესე პირდაპირ გამზადებული ყოველდღიური მესეჯ ბოქსებით უკვე მე მგონი ადრე ვამბობდი რომ ეს კაბინეტებში შეხედან მათთან ეს რუსი კონსულტანტები და დიდი ალბათობით ასეც არის. ამას უკვე აღარ ჭირდება მე მგონი დიდი ასე ვთქვათ ფიქრი და კითხვის ნიშნები უკვე აღარ არის ამასთან დაკავშირებით. ეს ერთი პრობლემა. რაც შეეხება ხა თქვენ კითხვას. ერთადერთი რაც ოცნებას უკან დაახევინებს, ეს არის მისი ელექტორალური რყევა. და პროპაგანდაში გამარჯვება, იმიტომ რომ სხვანაირად ოცნება სანამ გრძნობს იმას, რომ აი მათ აი ამ ამდენ სისულელეს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე იმ ხალხს არ ვამტყუნებ, ვინც ამ სისულელეს იჯერებს, იმიტომ რომ ამ ხალხს ჯერ ეგერთი საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და არც აქვს იმის არანაირი არც ენთუზიაზმი, არც სურვილი და არც განწყობა, რომ ეხლა სიღრმეებში ჩავიდეს თითოეული ინფორმაციის და გაშიფროს მათი პროპაგანდა. და მე თვითონ პროპაგანდაა ძალიან ძლიერი. ეს ერთგვარი ჰიბრიდული ომის მსგავსი, ასე ვთქვათ, ომია, რასაც აწარმოებს ოცნება მოქალაქეების წინააღმდეგ. და პროპაგანდაში როგორ უნდა აჯობოთ ქართულობას და უნდა იყოს თუ არა მათ შორის აი ეს დებატების ფორმატი გამოყენებული, რაც არის შემოთავაზებული და ამ კონტექსტში მოდით გუშინდელი დღის აი ეს გარემოებებით შევაფასოთ, რაც უშუალოდ თქვენს პარტიასთან დაკავშირებით ნახეთ, კიდევ ერთხელ
თქვენი პარტიაც აღმოჩნდა გუშინ ქართული ოცნების ასე ვთქვათ პროგრამაში სწორედ იმ მიზეზის გამო რომ როგორც რუსთავი ამბობს ორდღიანი ფიქრის შემდეგ ვარი თქვით შემოთავაზებულ დებატების შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობაზე. კიდევ ერთხელ რომ ახსნათ რა იყო თქვენთვის მიუღებელი, იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების დეპუტატების შეფასებით გახარიას პარტიას ან შალვა პაპუაშვილთან პაიქრობის შეეშინდა, ან თქვენ მიიღეთ დავალება გარე ძალებისგან, პატრონებისგან, როგორც ამას თვითონ ქართულ ოცნებაში ამბობენ და შესაბამისად ეს დავალება შეასრულა. პოლიტიკური დებატი, რეალური დებატი იყო გუშინ პარლამენტში ჩვენსა, ჩვენს გუნდსა და ოცნებას შორის. არაერთ ეპიზოდში და არაერთ თემაზე. და თქვენ შეგიძლიათ ობიექტურად უყუროთ, ჩვენმა მაყურებელმა, ვისაც არ უნახავს უყუროს და თავად მიიღოს, ასე ვთქვათ, გააკეთოს დასკვნა ამ დებატში რეალურად ვინ გაიმარჯვა. ამაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ შეიძლება სუბიექტურობას ჩამოვარდოს, ხო? ეხლა რაც შეეხება ამ რუსთავიორის შემოთავაზებას. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. მე მითხრა ვთქვი რომ გუშინ თუ იყო სადმე რეალური დებატი, ეს იყო გუშინ პარლამენტში. და ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მით უფრო ოცნებასთან დებატების არათუ საწინააღმდეგო გვაქვს რამე, არამედ პირიქით აქეთ ვითხოვთ ამდენი წელი ამ დებატებს და გუშინ მე მქონდა გამოსვლა პოლიტიკური განცხადება, სადაც პირდაპირ ვთქვი, რომ დიახ, სწორედაც რომ ოცნებაა ის ძალა, რადიკალური ძალა, რომელმაც 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და უარი თქვა ყოველგვარ დებატებზე. და ამდენი წლის განმავლობაში მონოლოგის რეჟიმში ესაუბრებიან საკუთარ მოქალაქეებს. ეხლა დებატები შემოგთავაზოდა მე რაღაცა პარტიულ ბრეინშტორმინგზე მიგვიწვიო, არ ვიცი, გვალმაგიდაზე თუ გნებავთ პანელურ დისკუსიაზე, სადაც შენივე სატელიტური პარტიები სხედან ამ მაგიდის გარშემო. და ამას დებატები დაარქვა. იმიტომ რომ ძალიან არ გინდა მხოლოდ გახარიას გუნდი იყოს შენი ასე ვთქვათ თავარი ოპონენტი, რაც როგორც ეს პარლამენტში ხდება და გინდა ამის ალტერნატიული სივრცე შექმნა, რომ იქ რაღაც ხალხს აჩვენა, რომ თითქოს სხვა ოპოზიციური პარტიებიც არიან და სინამდვილეში ისინი არც ერთი არ არის ოპოზიციური პარტია, ყველა ოცნების სატელიტური პარტიაა. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი პროტესტი აი ამ ტყუილზე ელემენტარულად. მე როდესაც ვამბობდი, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმად, გულისხმობდით დებატის ფორმატს და გულისხმობდით ოცნებასთან დებატს, თორე ეხლა ოცნების გირჩთან სადებატო ჩვენ არაფერი გვაქვს. და მით უფრო იმასთან, სოზარ სუბართან და კიდევ მეიწყალო საქართველოს. ოცნების დეპუტატები უშუალოდ თქვენს მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამაც იმის შესახებ, რომ როგორი უნდა იყოს ნამდვილი დებატები, ეს ჩანს წულუკიანის კომისიაზე გახარიას გამოსვლაში და ურჩიეთ კიდეც უმრავლესობის წევრებს, რომ შესაბამისი ვიდეო ნახონ. აი მოდით პირდაპირ კითხავთ, აი თქვენც ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ ამ განცხადების გაკეთებით, იმიტომ რომ ჯერთი საკითხავია ვინ ვის მოუგო აი ამ სხდომაზე დებატები. თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, ნახავდით თავად წულუკიანის რა რეაქცია მოყვა თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მან ისეთი შიდა ამბები მოყვა და გაასაჯაროა გახარიას შესახებ, რაც აქამდე ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნამდვილად არ იცოდა და მოკლე ამუნარიდით მისი განცხადებიდან გახარიამ სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა ჩვენგან მოითხოვა რომ მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანხლებით, იყო საუბარი რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. მე არ მაქვს ჩემს თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებიდან მე არ ვისვრი. ასე იყვნენ კომისიის წევრებით, ამიტომ კითხვის ნიშნები მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. ამის შესახებ განაცხადა სწორედ წულუკიანმა და ეს არ არის ყველაფერი დებატების მოგება წაგებას რაც შეეხება წულუკიანი ასე მოგმართავთ იმდენი ვქენით გახარია ქვეყნიდან გავაქციეთ და რომელი დებატების წაგებაზეა საუბარიო. მოკლედ რომ არა აი თქვენი განცხადება და გახარიას წარმოჩენა როგორც წულუკიანის კომისიის ხდომაზე გამართულ დებატებში გამარჯვებულის ხომ არ მოხდებოდა ამ თემას ასეთი გაგრძელება. ელა ნახეთ საინტერესო თემას შეეხეთ. პირველ რიგში მოდი ჯერ დებატებით დავიწყოთ. ახლა მე ეს რას მოვაყოლე. პირდაპირ ჩანდა რუსთავიორზე, რომ ეს სიმულაციურ დებატს მაყურებელი არ ყავს. და აი ლაივში ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში გულისხმობ ციფრულ მაუწყებლობას ხარ, რა თქმა უნდა, უყურებდი და 500-დან 600 ადამიანამდე ყავდა მაყურებელი მხოლოდ და მხოლოდ. რაც რა თქმა უნდა, ახლა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა იქ პარლამენტის თავმჯდომარე რაღაც ამდენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა და სწორედ ამას მოვიდა იმავე არხზე დებატების დამთავრების შემდეგ ერთ-ერთი რეალიტი შოუ დაიწყო და 10,000-ობით მაყურებელი ყავდა ნაცვლად 500-ისა. ახლა წარმოიდგინეთ ეს რეალურად რაზე მეტყველებს და იქ მოუყვანე მაგალითი სწორედ გახარიას დებატი იყო ის, აბა რა იყო, როდესაც პირისპირ ერთ-ერთზე მათ მოედანზე იჯდა გიორგი გახარია და სიმართლეს ეუბნებოდა პირში. ეს იყო მათთვის ძალიან მწარე, ხო? გიორგი გახარია ვინ და ნამდვილად არ ქონდა მას დანაკლისი რეიტინგების, მათ შორის გნებავთ სოციალურ მედიაში და გნებავთ პირდაპირ ეთერში, ვიცით თქვენ, როდესაც ეს იყო პრემიერი, მაგრამ მინდა გითხრათ ლელაი ცნობისთვის დეტალს გეუბნებით უბრალოდ რომ
მის აი როგორ გითხრათ, პიკში, პოპულარობის პიკში მყოფ გიორგი გახარიასაც კი არ ქონია ისეთი მაღალი რეიტინგი არც ერთ ეპიზოდში, როგორც ეს იყო აი ამ წულუკიანის კომისიაზე. და სხვა ეპიზოდებს რატო არ ქონდა ამ ხელა მაღალი რეიტინგი მაშინ? სწორედ იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ხალხი უყურებს ისეთ ეპიზოდებს, სადაც ხედავს, რომ პოლიტიკოსებს ყოფნით გამბედაობა სხვის მოედანზე, მოწინააღმდეგის მოედანზე პირდაპირ უთხრან სიმართლე პირში. ეს ერთი. ეხლა მეორე ნაწილზე გადავიდეთ, როდესაც ქალბატონმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თურმე ჩვენ ის იმდენი გავაკეთეთ, რომ გახარია გალაქციეთ, ხო ესე თქვა. ეხლა ეს საერთოდ სამართლებრივად რას ნიშნავს? ეს კიდევ ცალკე საკითხია. ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ გიორგი ამ კომისიის მათ შორის მოწვევის და ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა ოფიციალური მიზანი სულ სხვა იყო, შეგახსენებთ, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლება და რა შუაში იყო საერთოდ გიორგი გახარია, იყო სწორედაც რომ გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული შურისძიება, რომელიც ნუ შემდეგ გაგრძელდა უკვე ივანიშვილის დავალების საჯარო განცხადების და მუქარის აღსრულებით, რომელიც ისე თქვენ კარგად დამთავრდა იმ სისხლის სამართლის საქმეების აღძრით, ხო, ორსივლისთან დაკავშირებით და ჩორჩანასთან დაკავშირებით. ასე რომ აი ეს ფრაზა, რაც ქალბატონმა თეამ გუშინ ახსენა, ეს კიდევ ცალკე განხილვის სამართლებრივი შეფასების საკითხია, რასაც რა თქმა უნდა გიორგი გახარიას დასვის მხარე გამოიყენებს აუცილებლად, როგორც ქართულ სასამართლოში, ისევე ევროპულ სასამართლოში. და მესამე ნაწილი ახლა რაც შეეხება თავად ქალბატონი წულუკიანის აი ამ პირდაპირ თქვა სამწუხაროდ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ პირდაპირ დეზინფორმაციას და ტყუილს. იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ ჟურნალისტები ხართ გადაამოწმოთ არანაირი იარაღიანი დაცვა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ გახარიას დაცვა არ ყავს. და ჯერ ეგრეთი თავად წულუკიანისგან და ოცნებისგან ამაზე საუბარი იმ პარტიისგან, რომლის დეპუტატი პირდაპირ მონაწილეობდა გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმაში, ბათუმში, შერატონის სასტუმროში, რომელიც ორგანიზებული იყო მათ შორის წახალისებული იყო და ჩართულს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ჩართულობით სხვა შემთხვევაში ვერ მოხდებოდა ვერანაირად, იმიტომ რომ ამას ადასტურებს ის, რომ კადრები ამ თავდასხმის კადრები დღემდე არ არის გადამოცემული გიორგი გახარიას დაცვის მხარისთვის, ხო? ამის შემდეგ ჯერ ეგრეთ რა უნდა გიკვირდეს, რომ დაცვა ჭირდება ადამიანს, რომელსაც შენევე პარტია, შენევე დეპუტატი ღამით თავს ესხმის შუა ბათუმში, ეს ერთი და მერე ვიღაცები კიდევ პრობლემები და ძალიან შორს არ წახვიდეთ. ეს ხალხი აეროპორტში ხდება, არა, იმიტომ რომ არა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ უბრალოდ უხერხულია. როდესაც ქალბატონი წულუკიანი აი ესეთ ტყუილს საუბრობს, რომ თურმე იქ გიორგი გახარიას დაცვა იყო წარმოდგენილი იარაღით. არ ყოფილა, ეს არის ფაქტი და ამას ვერ უარყოფენ. სხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებსაც რომ გადავალოთ თვალი და ახლა ინფორმაცია, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას გაუმართავს შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, უფრო კონკრეტულად შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. ახლა რელიზი შაბლონურია და კონკრეტულად არაფერია მასში ნათქვამი, ამიტომ უფრო უნდა ვივარაუდოთ რა შეიძლება მომხდარიყო დახურულ კარს მიეხმა. აი როგორ ფიქრობთ, რა ტიპის შეხვედრა იყო ეს, მიიღებდა თუ არა შტატებისგან ოფიციალურ თბილისი კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილებს და თუ კი ამის მოლოდინი გაქვთ, მაშინ რა შინაარსის შეიძლება ყოფილიყო ეს პოლიტიკური მესიჯები? ყველა ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ისმენთ. აი ეს ოფიციალური განცხადება, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ, სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს. თავარი რაც დღეს ხდება არის ის, რომ მორიგი შეკრიკი ყავს გაგზავნილი ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში. არც მეტი, არც ნაკლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბატონი მამუკამ დინარაძის სახით. მამუკამ დინარაძე იმყოფება ამერიკის, კი ბატონო, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა ეს არის მორიგი მცდელობა, თქვენ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ როგორ გააგზავნა ასევე შეკრიკად და დაფარულად მედიისგან და ოფიციალური ასე ვთქვათ ინფორმაცია არ იყო ამასთან დაკავშირებით გავრცელებული, რომ არა ისევ კლავ გიორგი გახარიას თორსტები ჩართვა ჰქონდა ერთ-ერთ ტელევიზიაში, მაშინ თვითონაც ამერიკაში იყო ვიზიტად და მისი ვიზიტი დაემთხვა სწორედ გლილოვაშვილის ესეთი არაფორმალური ვიზიტი და დღესაც უბრალოდ იგივე ხდება, როდესაც მორიგი ასე ვთქვათ, როგორც ჩანს უკვე ყველაფრის ფასად, როდესაც ამოწურა ოცნება ყველაფრის რესურსი და ხედავს უბრალოდ არ გამოდის ამერიკასთან არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა და მათ უბრალოდ არ აქვთ რესურსი ოფიციალურ დონეზე დაალაგონ ასე ვთქვათ და გადატვირთვან როგორც თავად ამბობენ ურთიერთობები ამერიკასთან, ახლა ხედავთ სუსის ხელმძღვანელის კვლავ განმეორებით, კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა და არც მაშინ მოყოლია არანაირი დადებითი შედეგი ამას.
ვიზიტს ამერიკაში. ეს რაზე მეტყველებს, რა უნდა ქნას? დინარაძე და რამდენად გაართავს მაშინ თავს იმ დავალებას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ველა სუსის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით ჩუმად ამერიკაში მყოფი. ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს, რა რუსეთი ხო არ გონია და მოსკოვი ხო არ გონია, ხო? ხო და ამიტომ ეს თავად ეს ფაქტიც უკვე იმდენად ამაზრზენია და იმდენად მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გასულია ყველანაირი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ახლა სუსის უფროსი შეიძლება არაფორმალურ და საიდუმლო შეხვედრებს მართავდეს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა ეს რაზე მეტყველებს ამაზე? ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ უწყებებში, იქამდე კი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ახლა უკვე ირაკლი კობახიძის დუბაიში ვიზიტის კონტექსტში, სადაც პრემიერი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს, პარალელურად კი ორმხრივ შეხვედრებს მართავს და უკვე ამით დაგემშვიდობებით რამდენიმე აუდიენციის შესახებ გახდა ცნობილი და ამ ინფორმაციას თვითონ პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს, მაგალითად შეხვედრა შედგა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალ-მდივანთან, ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრთან და ბოტსვანას რესპუბლიკის პრეზიდენტთან. რას გეუბნებათ ეს ჩამონათვალი, ეს მინდა კითხოთ, იმიტომ რომ მთავრობის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე უშინ ბევრმა ბევრი იცინა სოციალურ ქსელში. არის ეს ამბავი სასაცილო? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ძალიან ხშირად მიწევს ამ ბოლო დროს ამ ცნობილი გამონათქვამის გამეორება. სანამ ამ თემას შევეხები, უბრალოდ კობახიძე რადგან ახსენეთ და დებატების თემაში მე ვერ მოვასწარე ამის თქმა, თქვენ მეკითხებოდით რამ გამოიწვია ჩვენი უარი და ნახეთ გუშინ რუსთავიორის ანონსი, რომ მომდევნო დებატი იქნება ფასებზე და ირაკლი კობახიძის მონაწილეობით და მე და ასევე თქვენს გადაცემაში დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით ამ დებატებში აუცილებლად და ამას თქვენი ეთერის მეშვეობით გაიგებს რუსთავიორი და კარგად მოემზადონ და მიუხედავად ინფორმატისა, რომელიც ჩვენთვის არ არის. მიიღეთ და ახლა უკვე თანახმობა. შეთავაზება არ მიგვიღია ეთერში ვნახეთ, რომ თურმე ირაკლი კობახიძე ემზადება, ასე ვთქვათ, დებატებისთვის ფასების თემაზე. კი ბატონო, მზად ვართ, მოემზადონ კარგად ასე ვთქვათ, ჩვენთან სადებატოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ჩვენთვის მისაღები არ არის, კიდევ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ დებატში, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორც ფასებია, ჩვენ მონაწილეობას მიიღებთ. ხო და აი აქ შეიძლება კიდე გაუჩნდეს მაყურებელს კითხვა, ხომ არ იყო თქვენი პირველი უარის მიზეზი კონკრეტული პირები, ვინც თქვათ დებატების ფორმატში იყო წარმოდგენილი ისე როგორც კონკრეტული საკითხები და არა ვთქვათ თვითონ ხო არ დაგიმალავს, იმიტომ რომ ფარსში უნდა მივიღო მონაწილეობა. ახლა სოზარ სუბარი რო ოპოზიციონერად არის გასაღებული და ოცნების გირჩი იაგო და კიდე იქ ნეიტრალური საქართველო ახლა იქ ჩვენ რა გვესაქმება ხო? და თან ახლა პირველი ფორმატი იყო, ხო ჩვენც ხომ უნდა გვენახა რა იყო, როგორ იყო და ასე შემდეგ. და მოკლედ მოემზადოს ირაკლი კობახიძე ერთი. რაც შეეხება მის დუბაიში ვიზიტს, ხო, კიდევ ვიმეორებ, ახლა მართლაც სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ყველაზე კარგად ეს გამონათქვამი ასახავს ამ რეალობას და ამის პარალელურად ის ექსკლუზიური ინფორმაცია რაც გითხარით, რომ თურმე სუსის უფროსი არაფორმალურად და ჩუმად, როგორც შიგრიკი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ესეთი სახელმწიფო გვაქვს სამწუხაროდ, თორემ მე მინდა იცოდეთ, რომ თუნდაც მათ შორის ამ ქვეყნებთან ახლა არავითარი პრობლემა არ არის, ხო? მით უმეტეს ახლა დუბაიში სხვა სამყაროა, აღმოსავლეთია, აქ თავისი ეკონომიკური ინტერესებია და კი ბატონო, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში თუ შედის, რომელ ქვეყანასთანაც გვინდა იმ ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ ეკონომიკურად, მაგრამ ეს როდესაც ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანების ხარჯზე ხდება და უბრალოდ როგორც მხოლოდ ალტერნატივა და არა ერთ-ერთი და ასე ვთქვათ დივერსიფიკაციის ნაწილი, არამედ უბრალოდ ცალსახა ალტერნატივა არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების და თანამედროვე ცივილურ მსოფლიოსთან ურთიერთობის, ეს რა თქმა უნდა ამას ვერანაირად დადებითად ვერ შევაფასებთ. ეს არის, თორე იგივე ჩინეთზე რომ არის ხოლმე საუბარი, იგივე ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, ვინ და გიორგი გახარია იყო სწორედ პრემიერი, რომელიც დროსაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეკრულება იყო ხელმოწერილი, ასე რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ ამას არ უნდა გქონდეს პოლიტიკური დატვირთვა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ეს არის თავარი. მადლობა ბატონ გიორგი. სტუმრობისთვის დღეს დაგემშვიდობებით. გიორგი შარაშიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ მუზეუმზე კლაუდ შემოგვერთება, ასე რომ დაგვეთით.
მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაური იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ნუგზარ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონო ნუგზარ, აი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გვაუწყა წუხელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შესახებ, რასაც დღეს უკვე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაც მოჰყვა. ამიტომ მოდით ამით დავიწყოთ. ლაშა დარსალია მიიღო სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ოფიციალური თბილისის ინფორმაციით მხარებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განეხილეს, მათ შორის განხილული იყო რეგიონულ, ესე ვთქვათ, თანამშრომლობასთან დაკავშირებული თემატიკაც. საგარეო უწყების განცხადებას კონკრეტიკა არ ახლავს, არადა დეტალები ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აი როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა იქნებოდა და რა უნდა მომხდარიყო დახურულ კარს მიღმა, რას გვეტყოდნენ, რას ვეტყოდით და რაც თავარია რა ტონალობაში ჩაივლიდა ეს შეხვედრა თქვენი აზრით. ძალიან ძნელი არის ახლა საუბარი იმ შეხვედრაზე, რომლის მონაწილე არ ყოფილა და მხარებს არ გაუკეთებიათ კომენტარები გარდა იმისა, რაც თქვენ წაიკითხეთ. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ჩამოყალიბებული არის იმ სამწუხარო მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს ამ უძლიერეს ქვეყანასთან ქართული ოცნების ქმედებების გამო და ეს პოზიცია გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში პატივი უნდა სცენ ხალხის ნებას და პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ განთავისუფლებულები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი ღერძი თუ რაზე შეიძლება აიგოს პარტნიორობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის. და თუ კი არ არის საუბარი იმაზე, რომ ამ მიმართულებით იქნა პროგრესი მიღწეული, ესე იგი კვლავ რჩება ეს გადაულახავი წინააღმდეგობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ნუ ახლა შეიძლება საუბარი იმაზე, რაზე სავარაუდოდ შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ეს არის ირანის კრიზისი, რომელიც სულ უფრო და უფრო წვავდება და საქართველოს როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანა შეიძლება ამ ტიპის საუბრების ყოფილიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ძნელი არის სპეკულაცია ახლა თუ რა ანუ აქ ყველაზე მეტად საინტერესოა მიიღებდა თუ არა ვთქვათ კრიტიკულ მესიჯებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ოფიციალური თბილისი იმ ნაბიჯების გამო, რასაც ვთქვათ ბოლო პერიოდში დგამს ქართული ოცნება და იმ ვითარების გამო, რაც შესაბამისად ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს კაფეო პოზიცია, ის არის გაცხადებული სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი განცხადებაში და ის გულისხმობს ერთის მხრივ დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას და მეორე იმ ორიენტაციულ შემოbrunებას, რომელიც დღეს არის საქართველოში რუსეთისაკენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიისაკენ და გაცივებას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების. რა თქმა უნდა, ამაზე იქნებოდა საუბარი და თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, არავითარი პოზიტიური მოლოდინი არ შეიძლება ჩვენ გქონდეს. სხვა შორის აი ეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე იყო რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან სტუმრად და ამ პარტიის ინფორმაციით მამუკა მდინარაძე იმყოფება ამერიკაში გასაიდუმლოებული ვიზიტით გიორგი შარაშიძის ინფორმაციით ის კონკრეტული დავალებით მიავლინა ვაშინგტონში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა. ასეც რომ იყოს და ჩვენ ამ ინფორმაციას შესაბამის უწყებაში გადავამოწმოთ. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვა მამუკა მდინარაძეს ის რაც ვთქვათ აქამდე ვერ შეძლო ქართული ოცნებიდან ვერავინ და ვიცით და ხედავთ რომ ერთ წელზე მეტია მართველი პარტია ოცნება ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინში. აი რა შეიძლება გამოვიდეს ამ ამბიდან თქვენი აზრით? ქართული ოცნება ინტენსიურად ცდილობს ახლა ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობების დაალაგებას, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, როდესაც ყველამ დაინახა თუ როგორ იბრუნებს მსოფლიო ლიდერის პოზიციებს ეს ქვეყანა, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, დემოკრატიზაციის, ახალი არჩევნების და საქართველოს კაფეო განცხადების გარეშე, რომ ის უბრუნდება ევროატლანტიკურ კურსს, რაც გულისხმობს აღიარებას იმ პრინციპებისა, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის კავშირიც, ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, არავითარი პროგრესი ამ მიმართულებით არ იქნება მიღწეული. როდესაც სუსის ხელმძღვანელი არეგულირებს მაღაზიებში ფასებს, იქ ცხადია, რომ არავითარ დემოკრატიაზე არ არის ლაპარაკი.
ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. ეს კრიზისი ვერ გადაიჭრა 1 წლის განმავლობაში. მტკიცებები იმის თაობაზე, რომ აი ახლა მოვიდა ტრამპი და ტრამპის შეცვლის ყველაფერს საქართველოსთან, ქართულ ოცნებასთან მიმართებით აღმოჩნდა ფუჭი და პირიქით დავინახეთ, რომ მათი პროპაგანდისტ ფილოსოფოსები ეხლა თავს ესხმიან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის არის ეგრეთ წოდებული deep state-ის rebranding-ის ერთ-ერთი ავტორი. მაგიდაზე დევს მე მგონი ყველაფერი ნათლად. დემოკრატია და ევროპული სამყაროსადმი, ევროატლანტიკური სივრცისადმი ერთგულების განაცხადი. ეს არც ერთი არ არის დღეს გამოთქმული ქართული ოცნების. დუბაიში ირაკლი კობახიძის მორიგ ვიზიტზეც მინდა ერთი კითხვის დასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ სოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღო მონაწილეობა, ისე როგორც რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, უფრო კონკრეტულად კი ბოცვანას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან. რა გაქვთ სათქმელი ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის აი საგარეო ვიზიტებსა და საგარეო ტრაექტორიაზე და რას მატებს ჩვენს ქვეყანას როგორც უშუალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასეთი გახშირებული ჩასვლა, ისე აი იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომელი ქვეყნებიც უკვე ჩამოთვლა. ნუ იყო აშხაბადი, ახლა არის ბოცვანა, უნდა ველოდოთ ალბათ ბიშკეკში ან სხვა რომელიმე დედაქალაქში კიდევ ვიზიტებს იმ ფონზე, როდესაც იტალიასთან, გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არის კრიტიკულ ზღვარზე. იმდენად არის შემცირებული. მე ვფიქრობ, ეს კარგად გვანახებს იმ ტრაგიკულ კოლიზიას, რომელიც არის დღეს ცივილიზებულ სამყაროსა და აი ამ სახელმწიფოებს შორის და ქართული ოცნების პოზიციას, რომელიც საქართველოს სრულ იზოლაციას უხადის. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ქვეყანას, ყველასთან ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მაგრამ საქართველოს ადგილი არის ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეში და ვერანაირი ბოცვანასთან და ქურდისტანის წარმომადგენლებთან შეხვედრები ვერ შეცვლის იმ არჩევას, რომელიც ისტორიულად არის დეტერმინირებული უკვე მრავალი საუკუნე არის. კეთილი, სხვა საკითხებსაც დავუთმოთ ცოტა დრო დაახლოებით ხარით, მაგალითად აი თუ უყურეთ რუსთავის ეთერში გამართულ პირველ დებატებს და რა შთაბეჭდება დაგიტოვა. სხვა შორის შეთავაზებული ფორმატი არ მოეწონა გახარიას პარტიას და უარი თქვა მასში მონაწილეობაზე, თუმცა აი დღეს უკვე ითქვა, რომ ირაკლი კობახიძესთან ერთად სიამოვნებით დასხდებიან ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე სადებატოდ, სხვა პარტიებს კი რამდენადაც ცნობილია ჯერჯერობით საერთოდ არ მეუღია დებატებში მონაწილეობის შეთავაზება. აი რას იზამს თქვენი კოალიცია, თუ კი თქვენც დაგწაფებენ და ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ოცნება ოპოზიციამ სიცრუეში უნდა ამხილოს ნებისმიერ მოედანზე, სადაც სამის შესაძლებლობა მიეცა. პროპაგანდისტული თაღლითობა არის ეს დებატები. ქვეყანაში სადაც ამბობენ, რომ თუ კი გამოთქვამ აზრს, რომ მთავრობა არ არის ლეგიტიმური, ამის გულისათვის შეგიძლება დაგიჭირო, სადაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს აპატიმრებენ, სადაც ასობით პოლიტიკური პატიმარი არის ციხეში და არის აგრეთვე ჩრდილოკორეული ტიპის პარლამენტი, რომელიც განსხვავებული აზრი არ გამოითქმება. ხო, იმ ქვეყანაში ახლა საუბარი იმაზე, რომ არის რაღაც დემოკრატიის ერთი მიმართულება, აი ამ დებატების სახით არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. თუ მათ სურდათ, რომ ყოფილიყო პოლიტიკურად სისხლძარღვე ცხოვრება, პოლიტიკური დებატები, აზრის გაცვლა, გამოცვლა, პარლამენტის არჩევნები არ უნდა გაეყალბებინათ და არ უნდა შეექმნათ ისეთი ვითარება, როდესაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის ხდომაში. აი იქ იქნებოდა ნამდვილი დებატები. ეს პარლამენტი არის სალაპარაკო ადგილი, ხო? ცნობილია ამ სიტყვის წარმომავლობა რაც არის. აი ეს სადებატო ადგილი მოსპეს თვითონ და ეხლა რაღაც სუბლიმაცია თითქოს რომელიღაცა სხვა ტელევიზიის ეთერებში არის შესაძლებელი აი ამ თემებზე საუბარი, მაშინ როდესაც თვითონ ბოიკოტს უცხადებენ ყველა უკლებრივ ტელევიზიას, მათ შორის თქვენ ტელევიზიასაც, სხვა ტელევიზიებს, სადაც ოპოზიციური აზრი ჟღერდება, არის რაღაცნაირად აი ნაცრის შეყრა ადამიანებისათვის თვალში. ჩვენმა კოალიციამაც მიიღო ასეთი მოწვევა ასეთ დებატებზე, ისე როგორც საჯაროდ, ასევე პირდაპირ კონკრეტული მოწვევა.
ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ იმ პირველში, როდესაც სრულიად აშკარა ტერორის ნიშნები არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეხლა ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორება იმ თვალსაზრისით, რომ აი ვითომ საქართველოში ნორმალიზებულია სიტუაცია და ჩვენ შეგვიძლია სატელევიზიო არხებზე დებატები, ეს მიმაჩნია, რომ არის სრულიად არხად პარლამენტში შესაბამისად იქ ვერ იშლება დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ქართულ ოცნებასთან, ვარს ამბობთ სატელევიზიო ფორმატებში დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. აი გუშინაც დავსვი ეს კითხვა ჩვენს ერთ-ერთ სტუმართან. მაშინ როგორ უნდა ებრძოლოს ოპოზიციამ იმ საინფორმაციო ომს, რაც ქართულ ოცნებას აქვს გაჩაღებული და როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ მმართველი პარტიის message box, რომელიც როგორც ამბობენ, საკმაოდ მუშაობს საზოგადოებას. მე არ ვთვლი, რომ მმართველი პარტიის message box-ი მუშაობს. ჩვენ ნახეთ ახლა ბოლო კამპანია, რაც იყო მთავარი კამპანია, რომ მოიშველი ეს სუსი, არ ვიცი, სამხედრო შენაერთები იმისათვის, რომ ბიზნესმენებისათვის რაც დაეძალებინათ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების დაწევა. და რა მივიღეთ შედეგი? იანურის საქსტატის მონაცემები გამოქვეყნდა და სურსათზე და პირველი მოხმარების საგნებზე კიდევ 5%-ით არის გაზრდილი ფასები. ეს არსად ასე არ მუშაობს. სუსს აქვს თავისი ფუნქციები, კონტრდაზვერვას აქვს თავისი ფუნქციები და ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაც აქვს თავიანთი ფუნქციები. ასე რომ აი ამ უხეში მეთოდებით ვერავითარ შემთხვევაში ვერანაირი პრობლემები ვერ გადაწყდება. ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მძიმე მორალური კრიზისი, რომელიც ითხოვს გადაწყვეტას. ქართული ხალხის მიერ გამოხატული ნება არ იქნა ასახული საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში. აი ამიტომ არის ეს კრიზისი და ამით არის გამოწვეული ახლა რომ საქართველოს მოქალაქეებს დაძდევენ და თუ რამე აზრს გამოთქვამ დაგიჭერ, თუ ტროტუარზე დადგები დაგიჭერ, რა ვიცი, ყველანაირი დრაკონული აგერ კიდევ ერთი ინიციატივა გაჟღერდა იურიდიული კომიტეტის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან და ამ კონტექსტში ამის შესახებაც დაგისვათ კითხვას და შევაფასოთ, მოისმენთ ალბათ არჩილ გორდუაძის პოზიციას, რომელიც კოლეგებს მიმართავს ინიციატივით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური პოზიციის დაფიქსირებისკენ. ნუ ნახევარ საქართველოს უნდა დაიჭირო. ამ ლოგიკით მართლა თქვენც პერსონალურად და ლამის მთელი ოპოზიცია თუნდაც თავი რომ დავანებოთ ხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბევრი მართლაც ციხეში არის ადამიანები, რომლებიც საით მიდის შეფასებაც და შეჯამებაც რომ გავაკეთოთ ქართული ოცნების კანონ შემოქმედების საით მიდის არა მხოლოდ პარლამენტი და ქართული ოცნება, არამედ ამასობაში და ჯამურად თვითონ ქვეყანა. პოლიტიკური და მორალური კოლაფსისაკენ. ჩვენ თქვით რომ არის ეს კრიზისი ქართულ ოცნებას არ უნდა რომ თვალი გაუსწოროს ამ კრიზისს და პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრას, რაც გულისხმობს ასევე დიალოგს ოპოზიციასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს ახალი არჩევნები არ არის აღიარებული არავის მიერ. არ ვიცი ახლა ბოტსვანასთან თუ მიაღწიეს რამე სახის კონსენსუსს ამის თაობაზე, მაგრამ სოფლიოს არც ერთმა ცივილიზებულმა ქვეყანამ არ აღიარა ის არჩევნები, რომელიც იყო. ამიტომ ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური გადაწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და არა ის, რომ საზოგადოების ყველა სფეროში ცდილობდე ტერორს. ვიღაცას ეუბნებიან ტროტუარზე არ დადგე, ვიღაცას ეუბნებიან აზრი არ გამოთქვა, დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მას რა განასხვავებს ის ეს ვითარება იმ ვითარებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში იყო ბოლშევიზმის აღზევების დროს 30-იან წლებში 1935-36-37 წელს, როდესაც ლამის ფიქრის გულისათვის იჭერდნენ ადამიანებს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალადობით გადაჭრის ამ პრობლემას, ვერ გადაჭრის. და ახლა ხო ხედავთ უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც რა ხდება, როგორ გათელეს საერთოდ საუნივერსიტეტო იდეა, ავტონომიის იდეა უნივერსიტეტებში. ორი უნივერსიტეტის რექტორმა არაფერი არ იცოდა, არც მათმა სენატმა, არც მათმა წარმომადგენლობითმა საბჭოებმა, არც ათასობით პროფესორმა, სტუდენტმა არაფერი არ იცოდა იმის შესახებ, რომ ვიღაც ხუნვეიბინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იცი რა, ესე ახლა უნდა გაერთიანდეს. ეს არის პირდაპირი იდეოლოგიური ბოლშევიკური ინტერვენცია საგანმანათლებლო სივრცეში. აი როგორც ფიქრობენ, რომ სუსი შევა მაღაზიებში და
დადგება კეთილდღეობა და იაფი-ფასები. აი ესე ფიქრობენ, რომ სუსით დაშინებით შევარდებიან ახლა საგანმანათლებლო სივრცეში და ისევე დაიმორჩილებენ, როგორც ბოლშევიკებს ხალხმა დამორჩილებული და ივანე ჯავახიშვილს აგდებდნენ უნივერსიტეტიდან. ესენი არიან გიგლა ვერბიჭაშვილი, სულიერი შვილები არიან, მისი პოლიტიკური შთამომავლობა არიან და იმას კი არ ფიქრობენ, რომ ქართულ ხალხს გაუწიონ ანგარიში, პროფესურას გაუწიონ ანგარიში. არამედ ფიქრობენ, რომ თუ არ იქნება ივანე ჯავახიშვილი, მოვიყვან წითელი პროფესურის ვიღაც წარმომადგენელს. თუ არ იქნება ვიღაც კარგი მეცნიერი, მოვიყვანთ ვიღაცას, რომელსაც მეცნიერს დავარქმევთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის დისფუნქციური სახელმწიფოსაკენ, თითქოს და მათ ეხლა აი რაღაც აჩვენებენ, რომ აქვთ რაღაც სიმაგრე, რომ სიმტკიცე აქვს. სინამდვილეში ეს ფსევდო სიმტკიცე არის თიხისფეხებიანი კოლოსი, რომელიც პირველივე სერიოზულ დარტყმაზე ჩამოიქცევა. ბატონო გზა, აი განათლების დაანონსებულ რეფორმას რადგან შეეხეთ, მოდით ამ თემით დავასრულოთ და ბოლო კითხვას დაგისვათ უშუალოდ იმ პროცესის კონტექსტში, რასაც ხედავთ ერთი მხრივ სეტეუს, მეორე მხრივ თესეუს პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის სახით უნივერსიტეტების, უпростоრად ორი უნივერსიტეტის თანამშრომლებს გუშინაც უთხრეს, რომ გადაწყვეტილება აი ამ ორი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე არის საბოლოო და ეს არ გადაიხედება, თუმცა უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეს პროცესი იყოს ნაკლებად მტკივნეული. რა შედეგებით დასრულდება ეს პროცესი თქვენი აზრით და იქნება ნაკლებად მტკივნეული თუ ძალიან მტკივნეული, მათ შორის აკადემიური სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და რომლებსაც ქართული ოცნება მოსწონთ ისეთი, როგორიც ის მე არ მინახავს არც ერთი პროფესორი, არც ერთი ასოცირებული პროფესორი, არც ადმინისტრაციების წარმომადგენლები ამ ორი უნივერსიტეტის, რომელიც ამბობდეს, რომ ეს არის კარგი და რომ ეს ცოდნის ხარისხის გაზრდას მოემსახურება. აბა მაშინ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ან რა მიზნით იღებენ ამ გადაწყვეტილებას? ეს არის პირდაპირ პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური დაქვემდებარების ლოგიკით მიღებული გადაწყვეტილება და როდესაც პოლიტიკური კონტროლის ლოგიკა არსებობს, იქ არ არსებობს საგანმანათლებლო ლოგიკა. ჩვენ გამოვიარეთ დრო, როდესაც გონებას ათვინიერებდნენ, ინტელექტს ათვინიერებდნენ და ცდილობდნენ, რომ ადამიანებს ხმა ჩაეგდოთ და არავითარი კრიტიკული აზრი არ გამოეთქვათ. აი ეს ტროტუარების ამბავი, ის რაც ამ გორგულაძემ თქვა, რომ შენ აზრისათვის რომ არ არის ლეგიტიმური ეს ხელისუფლება შეიძლება ციხეში ჩაქვსვა და ასევე უნივერსიტეტების ახლა დამორჩილება არის ერთი წყების ნაწილი და ნურავინ იფიქრებს, რომ უნივერსიტეტები დამთავრდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, მიადგებიან სამხატვრო აკადემიასაც, მიადგებიან ილიას უნივერსიტეტსაც, მიადგებიან ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიასაც მიადგებიან. იმიტომ რომ დიქტატურას არ აქვს საზღვრები და როდესაც არის დიქტატურა, როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვს, როდესაც დიალოგი არ შეგიძლია შენივე საკუთარ მოქალაქეებთან, იქ რჩება უხეში ფიზიკური ძალა. აი ამ უხეში ფიზიკური ძალით უპირებენ ამ უძველეს ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ტრადიციები, რომ პირში ბურთი ჩასჩარონ. აი ვნახოთ ვინვის მოუგებს. მე ვარ ღმად დარწმუნებული, რომ იმ ომში, რომელიც მათ გამოუცხადეს ქართულ ხალხს და ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებებს ევროპული საზოგადოებისაკენ, იმ ომში აუცილებლად გამარჯვებული დარჩება ჩვენი საზოგადოება. მადლობა ბატონო გზარ იმისთვის, რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, ნუგზარ ციკლაურს დავამშვიდობებით, დასრულებულია დღის ნიუსრუმიც, ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.